ისე გამოვიდა, რომ როდესაც დავიწყეთ ბოთლის თავსახურების ჩაბარება, მაშინ თავიდან არ ვიბარებდით ბოთლებს, რადგანაც ბოთლის მასალას ჩვენ ვერ ვიყენებთ წარმოებაში. მაგრამ თვითონ მოქალაქეები გვწერდნენ, რომ აი თუ ბოთლის თავსახურებს იბარებთ, რატო არ იბარებთ ბოთლებს, ის ხომ უფრო მეტი სიტყვაზე ბოროტება არის და თუ ესე წარმატებით ახორციელებთ ამ საქმეს, ჩაიბარეთ ბოთლების და აი ამ ხრივ დავიწყეთ ბოთლების ჩაბარებაც. რომელსაც რეალურად ჩვენ თვითონ ვერ ვიყენებთ ვერანაირად წარმოებაში, მაგრამ პრესავთ და გადავცემთ სხვა საწარმოებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი გამოყენება. საბოლოო ჯამში ისე განვითარდა ეს მიმართულება, რომ ჩვენ დავიწყეთ სპეციალური მწვანე ურნების დადგმა სხვადასხვა ოფისებში, სადაც პასუხისმგებლიანი ბიზნესები აგროვებენ პლასმასას, ბიზნესების თანამშრომლები აგროვებენ პლასმასას, ყრიან ბოთლებს და სხვა სახის პლასმასას ამ სპეციალურ ურნაში და ჩვენ მოგვაქვს მათგან და ვაკეთებთ ამის სორტირებას და გადანაწილებას. ზუსტად ამ მიზნით და ამ გზაზე, ამ მისიის შესასრულებლად გადაწყვეტეთ შეგვექმნა ქართული ბოთლი-ყლაპია აპარატი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ესეთი მეთოდი, რომელიც რეალურად ყველაზე წარმატებული არის ევროპის მასშტაბით. მივართეთ ერთ-ერთ ქართულ კომპანიას Edison's, რომელმაც შეიმუშავა პროტოტიპი და საბოლოო ჯამში მოახერხეთ შეგვექმნა ქართული ბოთლი-ყლაპია აპარატი, რომელიც გაუშვით ესე ვთქვათ მოქმედებაში. საბოლოო ჯამში, რადგანაც არ არის კანონი მიღებული ამ აპარატებთან დაკავშირებით, დავნერგეთ ესე იგი ბონუს ქულებით ანაზღაურების სისტემა. ანუ მოქალაქე მოდიოდა, ბოთლს ჩააგდებდა, მიიღებდა რაღაც გარკვეულ ბონუს ქულას, რომელიც უგროვდებოდა მის პირად ოთახში და მე ამ ბონუს ქულებით შეეძინა ჩვენი პროდუქცია. ჩვენი საიტიდან ერთშია და შეეძინა პროდუქცია. საკმაოდ წარმატებული გამოდგა ეს პროექტი, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიჩინა მოსახლეობის მხრიდან და განვითარების ეტაპზე მივედით იმ გადაწყვეტილებამდე შემდგომ ეტაპზე, რომ ესე იგი შემოვიდა ერთ-ერთი მსხვილი კომპანია სახელად Sparklo, საკმაოდ დიდი ინვესტიციით, რომელმაც ასევე დაიწყო განთავსება ბოთლი-ყლაპია აპარატების. ჩვენ მარკეტინგულად საკმაოდ კომუნიკაციაში ძლიერი პოზიციები გქონდა და გადაწყვეტეთ გაგვერთიანებინა მათი ჰარდი და ჩვენი მარკეტინგული აქტივობები და საბოლოო ჯამში კონკურენციის ნაცვლად შევედით სინერგიაში, გავერთიანეთ ჩვენი ძალისხმევა და დღესდღეობით კომპანია Sparklo და ტენე ერთად ახდენენ, ესე ვთქვათ, აგიტირებას ამ მიმართულებით. დანერგილი არის ქულების დარიცხვის სისტემა, სადაც ბევრ კომპანიას შეუძლია ჩაერთოს და მოხმარებლებმა მიიღონ საკმაოდ კარგი ანაზღაურება. საბოლოო ჯამში მოგებული არის ყველა მომხმარებელიც, ქართული ბუნებას, ჩვენი კომპანიების და საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოგვივიდა საბედნიეროდ.